საქართველოს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა მიმდინარეობს. 2 დღის განმავლობაში გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილები და თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია. სტუმრებს ასევე ადგილზე დახვდებათ ეკოშემეცნებითი პროგრამები. თეონა მაჭარაშვილი ესწრება ყვავილების გამოფენას და ბოტანიკური ბაღიდან პირდაპირ ეთერში ახლა სწორედ ის ისაუბრებს. თეონა, გისმენთ, როგორი განწყობა ადგილზე? ხალხმრავლობა და ამაღლებული განწყობა არის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სადაც უკვე ტრადიციად ქცეული ყვავილების გამოფენა მიმდინარეობს. აქ წარმოდგენილი არის ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან 150-ზე მეტი ჯიშის ქრიზანთემა და სხვადასხვა საშემოდგომო ყვავილების მრავალფეროვნება. როგორც თავად ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი და ამ ღონისძიების ორგანიზატორი გვიყვება, 90-იან წლებში განადგურებული იყო სრულად ქრიზანთემების კოლექცია, თუმცა ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გაწეული შრომის შედეგად 2000-იანი წლებიდან დაიწყო ქრიზანთემების კოლექციის აღორძინება და მისი თქმით ეს ღონისძიებაც სწორედ ამ ჯიშის ერთგვარ პოპულარიზაციას ეძღვნება. გარდა იმისა, რომ აქ მოსულ სტუმრებს საშუალება აქვს დაათვალიერონ და შეიძინონ სხვადასხვა ლამაზი ჯიშის ყვავილები, მათ ასევე დახვდებათ ეკოშემეცნებითი პროგრამები და შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში, როგორიც არის მაგალითად საშემოდგომო ყვავილებისგან გვირგვინების აწყობა და თიხის ძერწვის მასტერკლასი, რომელიც სწორედ ამ წუთებში უნდა დაიწყოს. აქ წარმოდგენილი არის ასევე თანამედროვე მხატვრობის თემატური ნამუშევრები, ასევე ეპოქსიდისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, რომელთა გამოფენა გაყიდვაც მიმდინარეობს. ღონისძიება მუსიკალურად არის გაფორმებული და აქ შეხვდებით ანიმატორებს, რომლებიც ბავშვების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ. 2000-იანი წლებიდან უკვე დაიწყო ქრიზანთემების კოლექციის აღორძინება. დღეს უკვე თითქმის 160 ჯიში გვაქვს, რომელიც წარმოდგენილი არის, შეუძლიათ ვიზიტორებს დაათვალიერონ. ასევე კიდევ ჩვენი ამ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ადგილობრივი წარმოების ახალისებაც, ადგილობრივი მომყვანების, ადგილობრივი სანერგეების წარმოჩენა. მესამე წელია, რაც მონაწილეობ შინდელის ბრენდის სახელით ბოტანიკური ბაღის გამოფენაში. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მცირე მეწარმეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნია ფიზიკური სივრცე თავიანთი კოლექციების რეალიზაციად. დღესაც როგორც ყოველთვის წარმოდგენილი მაქვს იშვიათი და საკოლექციო მცენარეები, რასაც ამდენი წელია ვაგროვებ. ძალიან სასიამოვნო ღონისძიება და ყოველთვის ამ დროს როცა მაქვს შესაძლებლობა მოვდივარ და ვესწრები. ეხლა ქრიზანტემებია და ძალიან მომწონს. ძალიან მიყვარს ეს ყვავილები. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა წელს უკვე მე-7-ად იმართება. დამთვალიერებელს საშუალება აქვს ყოველწლიურად განახლებული კოლექცია იხილოს. რაც შეეხება წლევანდელ ღონისძიებას, ეროვნული ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებელს დღეს და ხვალ დღის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე უმასპინძლებს. მადლობა თეონა მაჭარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.